რუსთავისთვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომელსაც GVP ჩვენს ქალაქში ახორციელებს, როგორც სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის გამოცვლასთან ერთად ბოლო პერიოდში პრობლემა დადგა წყალარინების სისტემების მოუწესრიგებლობა და დღეს აღმაშენებლის ქუჩაზე განხორციელებული პროექტი ათასობით ოჯახს მოუგვარებს იმ წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას, რომელიც ჩვენს ქალაქში იყო. ამ კუთხით აქტიურად მუშაობ კომპანიასთან, გვაქვს როგორც მიმდინარე პროექტები, ასევე გეგმავთ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელებას, რომ როგორც წყალმომარაგების, ასევე წყალარინების სისტემების მიმართულებით ჩვენს ქალაქში აღმოიფხვრას ყველა ის პრობლემა, რაც წლებია აწუხებს თითოეულ რუსთაველს და მთლიანად ქალაქს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით რუსთავში აღმაშენებლის გამზირზე, სადაც ჯორჯ ფაუერი წყალარინების მთავარი გამყვანი კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს. აღნიშნული პროექტი ნათელმაგალითს წარმოადგენს სტრატეგიული გრძელვადიანი ხედვისას, რომლის ფარგლებშიც ხდება საინვესტიციო პროექტების დაგეგმარება. კერძოდ, ჩვენ გასულ წელს, როდესაც საუბარი ჰქონდა მე-19 მიკრორაიონში არსებული წყალარინებისა და სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, რომელიც პროექტიც ხორციელდება მუნიციპალიტეტთან ერთად, ამ პროექტთან ერთად პარალელურად საჭირო გახდა აღმაშენებლის გამზირზე წყალარინების მთავარი გამყვანი კოლექტორის რეაბილიტაცია, ვინაიდან მე-19 მიკრორაიონში ფრაგმენტულად ქსელების რეაბილიტაცია სასურველ შედეგს არ მოგცემდა. ამ პროექტის ჯამური ღირებულება 3.5 მილიონ ლარს შეადგენს, მისი დასრულება მომდევნო 2 კვირის განმავლობაშია დაგეგმილი და ჯამურად ქსელის რეაბილიტაციის შედეგად 5000-მდე მომხმარებელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება წყალარინებით მომსახურების სერვისი. აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარეობს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ფარგლებშიც სრულად აღხდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელი. ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია ქალაქისთვის, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რამდენიმე მიკრორაიონის მოსახლეობის წყალმომარაგებას.